ევროპის წამყვანი მეცნიერები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური უმაღლესი სასწავლებელი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტია 4 დღის განმავლობაში უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ერთმანეთს და სტუდენტებს იმ ცოდნას გაუზიარებენ, რომელიც მათ ხელოვნური ინტელექტის შექმნისა და განვითარების პროცესში დაუგროვდათ. კონფერენცია ლოგიკა ხელოვნური ინტელექტში ჯერ კიდევ 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა და მას შემდეგ 2 წელიწადში ერთხელ მხოლოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ფორუმს საფრანგეთის გარდა უმასპინძლეს გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ და ესპანეთმა. წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ექსპერტები კი ახლა უკვე ქუთაისში არიან. წლევანდელი კონფერენციის პროგრამაში შეტანილია 47 მოხსენება, სადაც ხელოვნური ინტელექტის უახლესი მიღწევებია თავმოყრილი. ქუთაისი ჩვენი ქალაქი ყოველთვის იყო საგანმანათლებლო კერა და დღეს იბრუნებს ამ სტატუსს. საერთაშორისო ფორუმი ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში საქართველოში პირველად იმართება. თითქმის 40 წლიანი ისტორიის კონფერენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ უახლეს მიღწევებს წარმოაჩენს. კონფერენცია აღნის საფუძველს მომავალი ქართულ ევროპული თანამშრომლობისთვის ხელოვნური ინტელექტის ინტერდისციპლინური სწავლების სფეროში. კონფერენციის შედეგები ხელმისაწვდომი იქნება როგორც სასწავლო მიზნებისთვის, ისე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და კვლევრები მონაწილეობენ. სამეცნიერო კომიტეტმა მრავალთვიანი განხილვისა და მკაცრი შერჩევის შედეგად წლევანდელ პროგრამაში 50-მდე მოხსენება შეიტანა. 4 დღის განმავლობაში სფეროში მიმდინარე საკითხებზე პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები გაიმართება. წელს ამ პრესტიჟული კონფერენციისთვის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი როგორც მზარდი საგანმანათლებლო დაწესებულება შეირჩა. სამეცნიერო ფორუმში უცხოელი მკვლევარები და ექსპერტები მონაწილეობენ, რომლებიც დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში. დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი და წარმატებული ღონისძიება იქნება. კონფერენცია გარდა იმისა, რომ გვაძლევს შესაძლებლობას გავეცნოთ თეორიულ საფუძვლებს ლოგიკაში და გამოყენებებს, ასევე სხვადასხვა მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ. ჩვენ შევიძენთ ახალ ცოდნას, ერთმანეთს გაუზიარებთ. ღონისძიებას განათლების მინისტრი ესწრებოდა. გივი მიქანაძემ სამეცნიერო ფორუმის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რანგისა და როლის მორიგი აღიარება. ეს არის შესანიშნავი პლატფორმა იმისა, რომ მოხდეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა კონკრეტულ საკითხებზე სფეროში მოღვაწე მეცნიერების განხილვისა და მსჯელობის შესაძლებლობისთვის და რაც მთავარია და მნიშვნელოვანია, ეს არის მორიგი აღიარება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, მათი რანგის, მათი დონის. ასეთი კონფერენციების ჩატარება არის უდიდესი პრივილეგია. ხელოვნური ინტელექტის ლოგიკის ევროპული კონფერენცია 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა და მას შემდეგ 2 წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წელს კი რეგიონალურ ფორუმს საქართველო მასპინძლობს.